ორის რაიონული სასამართლოდან ახლად გადმოყვანილმა მოსამართლემ დავით მაკარაძემ, რომელიც ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლედ დაინიშნა, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება გამოაცხადა. ხალიბეგ მაგამედოვს 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მან სრულად დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა, რომელიც ითხოვდა, რომ ახალგაზრდა აქტივისტისთვის სწორედ პატიმრობა გამოეყენებინათ. არადა ხალიბეგ მაგამედოვი არის ის სამოქალაქო აქტივისტი, რომელსაც ჯარიმაც კი არა აქვს მიღებული მის სახელზე, არც ერთხელ არ არის დაპატიმრებული ადმინისტრაციული წესით, როგორც წესი მსგავს შემთხვევებში არასდროს პატიმრობას არ იყენებს ხოლმე სასამართლო, თუმცა ახლად დანიშნულმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 5 დღით გაეშვა სამოქალაქო აქტივისტი ციხეში. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომელიც ხდომათა დარბაზში წარადგინა გელა გელაძის უწყებამ, მტკიცებულებებში ჩანს, რომ ხალიბეგ მაგამედოვს ერთი ფეხი ტროტუარზე აქვს, ერთი ფეხი სავალ ნაწილზე და უმტკიცებდა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ახალგაზრდას, რომ გზის გადაკეტვად ჩაუთვალეს ცალი ფეხი სავალ ნაწილზე. არადა მტკიცებულებებიც ჰქონდა წარდგენილი თავად დაკავებულს და მის ადვოკატს, რომ ტროტუარზე ფიზიკურად ადგილი აღარ იყო, იმდენად ბევრი ადამიანი იმყოფებოდა მათ დევიძის მხარდამჭერ მსვლელობაზე და მან ფიზიკურად ვერ მოახერხა ტროტუარზე ასვლა. ხალიბეგ მაგამედოვს ეძავებოდნენ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, თუმცა არ იყო წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ პოლიციელის მოთხოვნა იყო კანონიერი, არ იყო წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ეს მიღმა სტანდარტით მინიმუმ დაადასტურებდა იმას, რომ ხალიბეგი იდგა გზის სავალ ნაწილზე და ეს არის ადამიანი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც არც ადმინისტრაციულ სამართალ არ მოექონია, არც სასამართლო აქვს და სასამართლომ გამოიყენა პატიმრობა. სტანდარტული მუხლი არის, რასაც უხდები ხოლმე როგორც წესი ყველას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, თუმცა ვინც იქ ვიდექით, სუსტად ხედავდით და გვესწმოდა სინამდვილეში რა ტიპის ბრძანება იყო გაცემული, რაციიდანაც ისმოდა და უშუალოდ ადგილზე პოლიციის მაღალჩინოსნების მხრიდან გაჟღერდა რიგითების მიმართ მითითება, რომ ყველა აქტიური პროტესტის მონაწილე, ყველა აქტიური სახე უნდა დაეკავებინათ და ჩვენ ნახეთ რამდენიმე წუთში აი ამ ბრძანების იმპლემენტირება მათი მხრიდან ამ უკანონო ბრძანების და დაიწყეს ჩვენი დააკავება, ვინც ჩაიგდეს მოკლედ ხელში, ყველა იტაცეს. საქალაქო სასამართლოში დღეს 19 ნოემბერს დაკავებულების სასამართლო პროცესები უნდა გაიმართოს. ამ დღეს 13 ადამიანი დააკავეს. ერთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო მოსამართლე დავით მაკაშვილმა და სხვათა შორის ეს ის მოსამართლეა, რომელმაც 13 პირიდან 9 პირის საქმე უნდა განეხილოს დღეს. ამ წუთებში დავით გუნაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. იქ ნინო ენუქიძე არის მოსამართლე, რომელიც უსმენს ახლა მხარეებს. მან დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა და დამკავებელი პოლიციელი გამოიძახა ახლა ხდომათა დარბაზში, მას გამოკითხავენ და ამის შემდეგ უკვე ენუქიძე მიიღებს გუნაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რამდენი დღით გაუშვებენ მას პატიმრობაში და მიიჩნევს თუ არა კანონდარღვევად მოსამართლე ენუქიძე, რომ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებდა გუნაშვილი და საპროტესტო აქციაზე იდგა ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე.